როგორი არის კობახიძის საქმეები ამ არჩევნებისადმი, რას ეუბნება ის ბიზნეს ამ კონტექსტში, რას პირდება, რაზე პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რომ ამბობს, რომ ისინი არიან სწორედ პასუხისმგებლები ამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე და ამ თვალსაზრისით არ გააცრუებენ ბიზნესის იმედს. აი თქვენთვის რისით მთქმელია ის სურათი, რომელიც დღეს ასე ვთქვათ დახატა ირაკლი კობახიძემ და როგორ ფიქრობთ, ანუ რეალურად რისი გამოძახილია მათ შორის იმგვარი აქცენტები, რომელიც დღეს ბიზნესმა მოისმინა პრემიერ-მინისტრის მხრიდან. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს გამოძახილი არის, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ სტაბილურობაზე და ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სტაბილურობაზე, ყველაფერი საწინააღმდეგოდ მეტყველებს და ეს შეხვედრაც იყო იმისთვის, რომ აი ამ ადამიანებისთვის რაღაცა, როგორ ვთქვათ, სიმშვიდის გარანტიები მიეცათ და კიდევ ერთ პირდაპირ შეხვდნენ და ესაუბრნენ, რომ აი არა, ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ. ეს ამას ადასტურებს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ცდილობს შექმნას აი ეს როგორ გითხრათ, ეხლა ის განცდა, რომ ყველაფერს აკონტროლებენ. იმიტომ რომ თუნდაც ის მათი ყოფილი წევრების წინააღმდეგ ეს რაღაცა საუბრები, რაღაცა იმავე გარემოცვის წევრები არიან მათ შორის ბიზნესმენები, რომელსაც ჭირდებათ ამგვარი სიგნალების მიღება. მოდით სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. ჩვენ ხო ვიცით, რომ ძირითადად სამწუხაროდ ჩვენთან ბიზნესი, მსხვილი ბიზნესი განსაკუთრებით ყოველთვის არის რაღაც განსაკუთრებულად თბილ ურთიერთობაში ხელისუფლებასთან. და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ბიზნესმენი, დღეს რომ ბიზნესმენი ქვია, არის არაკეთილსინდისიერი თავის ურთიერთობაში ხელისუფლებასთან. ჩვენ ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული ბიზნესმენი გაგვიჩნდა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ბიზნესმენი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ყავდა მფარველები და პატრონები ხელისუფლებაში. და რეალურად ხომ და თვითონაც ადასტურებენ ამას, როდესაც უცებ აღმოჩნდა, რომ ვიღაცა მილიონერები აღმოცენებული სოკოსავით ეს მილიონერები, რომლებიც გამილიონერდნენ სახელმწიფო ტენდერებით, ანუ ბიუჯეტის ხარჯზე გამილიონერდნენ, აღმოჩნდნენ პირდაპირ მიბმულების სხვადასხვა თანამდებობის პირებს, თავად საუბრობს ქართული ოცნება ამაზე ჩვენ ბევრი წელია ვსაუბრობთ, მაგრამ თავად დაიწყეს ამაზე საუბარი. ამიტომ აი ეს დიდი განცდა, რომ კიდევ ვის შეიძლება მიადგენ, ვის შეიძლება შეექმნას პრობლემა, ან ვინ არის ახლა დღეს ახალი პატრონი, ვისთან უნდა გქონდეთ ურთიერთობა, ვისთან უნდა დაალაგდნენ, რა თქმა უნდა ეს ამ ადამიანებს აღელვებთ. იმ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან იმით, რომ ყველაზე კეთილსინდისიერი ბიზნესმენები არიან. მათაც აწუხებთ, რომ ქურცქუდი ეწვის ამბავია და ყველა მხარეს ეს არის. აი ეს რა და ამიტომაც ლაპარაკობენ ყველაზე მეტ სტაბილურობაზე, სტაბილურობა, ეკონომიკური სტაბილურობა და აღმავლობა. ამიტომ საუბრობენ ამას, საკუთარ თავს აჯერებენ თუ აი რაღაცა პოლიტიკურ სტაბილურობაზეც იყო დიდი აქცენტი და ამ კონტექსტში იყო ნახსენები 4 ოქტომბერი, ასევე არჩევნები, იქ ითქვა, რომ ეს არასერიოზული ანონსია რევოლუციის არჩევნებზე, თქვა, რომ არა ჩაივლის და არავინ ამაზე არ უნდა იფიქროს, რომ იქ რაღაც სხვაგვარი განსხვავებული სურათი დადგება, ალბათ წინა წლებს გულისხმობდა ცხადია იმასთან კეთდება შედარება. აი თქვენთვის ეს კონკრეტულად თქმელი იყო პირდაპირ შემიძლია რა გზაზე დგას ოცნება და ეს ის სათქმელია, რომელიც ახლა სჭირდება ბიზნესს, როგორ ფიქრობ? მე გეტყვით ერთ რამეს. არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში, არც ერთი ნორმალური ბიზნესი თავს სტაბილურად ვერ იგრძნობს თუ იმ სახელმწიფოში არ არის სასამართლო. ჩვენ რომ სასამართლო გვაქვს პოლიტიზირებული და არ გვაქვს რეალურად დამოუკიდებელი პროფესიონალი სასამართლო, ეს არის მოცემულობა და ფაქტი და უამრავი მტკიცებულება ამის. და როგორი იოლიც არ უნდა იყოს ბიზნესის დარეგისტრირება და სხვა მსგავსი პროცედურების ჩატარება, თუ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, დამოუკიდებელი სასამართლო, არც ერთი ბიზნესი, პატარა თუ მსხვილი, თავს სტაბილურად ვერ იგრძნობს. მით უმეტეს ისეთი ბიზნესი, რომელსაც ძალიან ხშირად სწორედ ხელისუფლებასთან განსაკუთრებული ურთიერთობებით აქვს ეს ბიზნესი გაკეთებული. ან თუნდაც ეს ჯგუფები იცვლება და ეხა იგივე რა პროცესსაც ჩვენ ვუყურებთ, ხო? ნებისმიერ ადამიანს სჭირდება სამართლიანი სასამართლო. აი ხა რა პროცესი მიდის თუნდაც, ხო? რაღაც სხვა ჯგუფი იყო ძალაუფლების მქონე, ეხა ის ჯგუფი დაითხოვეს, მოვიდა ახალი ჯგუფი, რომელმაც გადაწყვეტა, რომ მოსთხოვოს პასუხი წინა ჯგუფის გარემოცვის წევრებს და სასამართლოშია ეხლა სწორედ ეს საქმეები და რა თქმა უნდა და ვინ იმაზე რომ არავინ იცის მომავალში რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები, ამიტომ სასამართლო ყოველთვის უნდა იყოს სიმართლის მხარე. რა თქმა უნდა და აი სწორედ ამიტომაც ვუყურებთ იმას, რასაც ვუყურებთ და
ეთით რა გამახსენდა სააკაშვილის პერიოდშიც ესე იყო სხვადასხვა ჯგუფები რომ იცვლებოდა გავლენის ჯგუფები იცვლებოდა ხოლმე მის კარზე და აი ეს ბიზნეს მსხვილი რამდენიმე მსხვილი ბიზნესის ფლობელებიც ესევე იცვლებოდნენ ხოლმე იმის მიხედვით ვინ იყო ყველაზე გავლენიანი ჯგუფი მაშინ სააკაშვილის კარზე ახალი არაფერი არ არის ეს სამწუხაროდ ასეა იმიტომ რომ ამიტომ ვლაპარაკობ ჩვენ რომ სისტემური ცვლილება გვჭირდება სახელმწიფოსი და არა რაღაცა ფასადური და ჩვენ სისტემურად გვინდა შევცვალოთ სახელმწიფო რომელიც იქნება ისე მოწყობილი რომ ბალანსი რაღაც კონტროლი სხვადასხვა შტოებსა და უწყებებს შორის იქნება და ასე მივაღწევთ რაღაც სამართლიან წესრიგს ქვეყანაში ერთი განცხადება მინდა ახლა ნარჩევნები თქვით ერთი განცხადება მინდა გავაკეთო არ გამიბრაზეთ ვისარგებლებ შემთხვევით დღეს დილით მივიღე მესიჯი SMS-ი ჩემს პირად ნომერზე კახალაბუჩიძისგან ეს არის ქართული ოცნების წარმომადგენელი უბრალოდ კანდიდატი დეპუტატობის ისნის რაიონში ჩემი ასე ვთქვათ ოპონენტი იმ ოლქში სადაც მე ვარ წარდგენილი მოქმედი მაჟორიტარიანს ძალიან საინტერესო წერილი ხარ გამოაქვეყნებ წერილს მაგრამ ნუ რამდენიმე პასაჟი აქვს ესეთი რომ მე არ ყოფილვარ ნაცმოძრაობის წევრიო და რაღაც საკუთარ წარსულს უარყოფს მე მახსოვს როცა სახალხო დამცველის მოადგილე ვიყავი და ყველაზე სასტიკი როცა იყო ნაცმოძრაობის რეჟიმი გამგებელი იყო გურჯაანში და ლაგოდეხში და ზურაბ ჟვანიას გუნდის წარმომადგენელი ვარო და თუ ზურაბ ჟვანიას გუნდის წარმომადგენელია და წარმომადგენელი რომ ყოფილიყო ზურაბ ჟვანია რომელს თქვა რომ მე ვარ ქართველი მასშტაბადამე ევროპელი აი ამ გუნდის წარმომადგენელი აუცილებლად დატოვებდა იმ გუნდს რომელსაც განცხადება გააკეთა 28 ნოემბერს თქვა რომ ჩვენ ევროპულ რაღაცა იმას ჩამოვშორდით შევწყვიტეთ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი გადავდეთ მთავარი ამბავი არის ის რომ მოკლედ ძალიან საინტერესო ჩემი საქმეები საუბრობენ ჩემს არ ვიცი რაღაცა ბავშვობის მაკაცივით მომწერა SMS-ი არ ვიცი რატომ და თან რაღაცა დამაყვედრა რომ საჯაროდ არ წერთ ამ წერილსო ხო და მინდა მივმართო თქვენი ეთერის მეშვეობით ბატონ კახალაბუჩიძეს თუ გამბედაობა გეყოფათ და როგორც ამბობ თქვენი საქმენი საგმირონი საუბრობენ თქვენზე აი მაგალითად აგერ ორი სკოლა არის ქეთევან წამებულზე ერთი დანგრეულია და მეორე გამოშიგნულია უკვე მეოთხე წელია. აი თქვენი საქმეები თუ საუბრობენ ამაზე თუ არ გეშინიათ და გამბედაობა გეყოფათ, გიწევთ დებატებზე. აი საჯარო დებატებზე თქვენთან პრივატული სასაუბრო მე არაფერი მაქვს. არ ვიცი ხა შეიძლება ჩემი ამომრჩეველი საცხოვრობს არ ვიცი, მაშინ სხვა საქმეა შემიძლია დაგეხმაროთ, არ ვიცი რა გაწუხებთ, მაგრამ მინდა თქვენი ეთერის მეშვეობით დებატებში დავპატიჟო ბატონი ლაბუჩიძე საჯაროდ ვიმსჯელოთ იმაზე, რაზეც გვაქვს სამსჯელი. ეს არის ხა ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანებს უნდა ვუთხრათ სიმართლე. Ну თუ არ ვიცი ხა შეიძლება აქ არ მოვა თქვენთან ალბათ არ დადიან თქვენთან ხელისუფლების წარმომადგენლები. რომელიმე სხვა ეთერში არ ვიცი იმედი, რუსთავი 2, პოზიტივი, ჩემთვის სულ ერთად საზოგადოებრივი მაუწყებელი. მზად ვარ დებატებზე და საჯარო დებატებზე და არანაირ პრივატულ საუბრებზე. ისეთი არხები დაასახელეთ რომ იქ თქვენც არ დადიხართ სწორედ. რა ბრძანეთ? ისეთი არხები დაასახელეთ, სადაც თქვენც არ დადიხართ. არ დავდივარ, იმიტომ რომ არ გვეძახიან. ერთ წუთში ვერ მოხდება. არა, ნუ აი არ დავდივართ, იმიტომ რომ არ გვეძახიან. კი. დაბლოკინგი ვარ, თორე ჩვენი პარტიის მიმართ აქვს განსაკუთრებული კი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქვს რაღაც აკრძალვები ჩვენს პარტიასთან დაკავშირებით რუსთავი 2-საც სამწუხაროდ და იმედსაც რა თქმა უნდა. კარგი, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. მე ვახსენე რომ დღეს 4 ოქტომბერი იყო ნახსენები კობახიძის მხრიდან კონკრეტულად ორ კონტექსტში რომ ერთი ის რომ არის მისი თქმით არასერიოზული ანონსები, მაგრამ ამის მიუხედავად ის ჩაივლის მშვიდადო და ასევე ილაპარაკა მან რომ აი არჩევნების კონტექსტშიც ეს არის ხო ნაგულისხმები რომ აი უპრობლემოდ გაივლის ეს თარიღი და შემდეგ ჩვეულებრივად გაგრძელდება და სწორედ ისინი იქნებიან პოლიტიკური სტაბილურობის წყარო ამ ქვეყანაში ხო ამას ეუბნება ბიზნეს ამას ეუბნებიან ამომრჩეველ საზოგადოებას და ასე შემდეგ. აი თქვენი ამოცანა რა არის ამ პროცესში, სოფო თქვენ ხართ არჩევნებში მონაწილე სუბიექტი, პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი და როგორ ფიქრობთ აი გამოდის რომ რეალურად რაღაც დესტაბილიზაციის მხარეს გაჯგუფებთ ხომ ასე გამოდის ყველას ერთად ჯამში ხომ თქვენ ხო იცით რომ ყველას კოლექტიურ ნაცმოძრაობას ეძახიან ოცნებაში და აი ამ გზავნილების გათვალისწინებით არის თუ არა თქვენი მიზანი რომ სწორედ იმაზე ესაუბროთ მოქალაქეებს თუნდაც თქვენი მერძალაუფლების აღების შემთხვევაში რა ელის ამა თუ იმ ჯგუფს ანუ რა უნდა იყოს აქ თქვენი ამოცანა და სწორი გზა რაც გაზდის თქვენ სანდოობას მოქალაქეების თვალში ამომრჩევლის თვალში ხა ვთქვათ ხვალ რომ ჩაინიშნოს კიდევ ერთ ხშირად ვამბობ ხოლმე ამას ახალი არჩევნები იმასაც მზად უნდა შეხვდეს ყველა პოლიტიკური ჯგუფი ხომ აი ამ კონტექსტში რისი თქმა შეგიძლია ამ კონტექსტში შემიძლია იმის თქმა რომ ჩვენ გააზრებული გვაქვს ის პასუხისგებლობა რომელიც პოლიტიკოს უნდა ჰქონდეს გააზრებული და ჩვენ გვესმის რომ ვარ ჩვენ ეს არ არის ერთი დღის ამბავი ან სკამებისთვის ბრძოლა ეს არის
პოლიტიკური პროცესის შექმნისთვის ბრძოლა, რომ საქართველოში პოლიტიკას გავდეს და პოლიტიკაში ადამიანი დაბრუნდეს და რეალურად რისთვისაც არსებობს პოლიტიკა, იმას ემსახურებოდეს და არა ვიღაცა იმას, რომ ვიღაცა თანამდებობაზე მოხვდეს, სკამში ჩასხდეს და რაღაცა ძვირადღირებული მანქანები და ესე შორიდან გვიყურებდნენ და რაღაცა ესეთი იქედნური, ესეთი ცინიკური ტექსტებით გველაპარაკებოდეს, ახლა კობახიძე რო გველაპარაკებოდეს. ის პაპუაშვილის სადა რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, რაღაცა ახალი არ დაუწერია, რომ წერს ხოლმე რაღაც იმას, ძირითადად გემას ევროპულ ქვეყნებს რომ ესხმის თავს. ჩვენი მიზანი რაც არის, ჩვენ გვინდა ქვეყანა ნორმალური განვითარების ამ პროცესში დავაბრუნოთ, ნორმალური განვითარების გზაზე დავაბრუნოთ. იმიტომ რომ ადამიანები თავიანთი საჭიროებებით, რისთვისაც ადამიანს საერთოდ მოქალაქეებს, რისთვისაც უღირთ სახელმწიფო, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ხილული და ხილული უნდა იყოს არა ძალადობით, ტყუილით, შანტაჟით, ჭორების გავრცელებით, არამედ უნდა იყოს ხილული, რომ თავაზობდეს წესრიგ, სამართლიან წესრიგ, სადაც შენ დაცულად იგრძნობ თავს, უსაფრთხოდ იგრძნობ თავს, არც ერთი ადამიანი თავს დაცულად ამ ქვეყანაში არ გრძნობს. თვითონ მათივე გუნდის წევრები, ქართული ოცნების არც ერთი წევრი თავს დაცულად არ გრძნობს. ეს იციან მათაც, ეთყობათ სახეებზეც და ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის, რომ ჩვენ, აი ხა საუბრობენ, რომ როგორ მოხერხდა თქვენი თანამშრომლობაო, ჩვენ ორი განსხვავებული პარტია რომ თანამშრომლობთ, ეხლა რომ თქვით, რომ ერთმანეთს კონკურენციას არ ვუწევთ. ეს არის უბრალოდ მემორანდუმი აი ამ ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომ ჩვენ გვყავს საერთო კანდიდატი, ჩვენ გვყავს შარაშიძე გიორგი, რომელიც იქნება დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი თავმჯდომარე საკრებულოსი, რომელიც ნამდვილად კონტროლს გაუწევს მერიას და გვეყოლება ძალიან კარგი მერი, ნამდვილად, აი ამ კორუმპირებულ, არ ჩამყაყებულ, რა ვიცი, როგორ გითხრათ, ამ კორუმპირებულ ბანდას რომ მოვაშორებ ჩვენს ქალაქს. იცით რა, ყველაზე სამწუხარო რაც არის, აი ეს რაც ჩემთვის ყველაზე სამწუხარო არის, აი ეს იმედგაცრუება, რომელიც არის საზოგადოებაში და უბრალოდ აი იმდენი ტყუილი, იმდენი ჭორი, იმდენი როგორ გქონდა უტიფრობა, აი ესე პირდაპირ თეთრზე გეუბნებიან რომ შავია და ამას ეუბნებიან მოქალაქეებს. საერთოდ არ აღნიშნავთ, არა უშავთ, კი, არა უშავთ. გამასაც გაიჭირებენ. დიდი ამბავი, ახლა დღეს ამას ვიტყვი, ხვალ იმას ვიტყვი. აი ეს არის ყველაზე სამწუხარო, რასაც ვუყურებ. ჩვენი მხრიდან რასაც პირდებით, ეს ნამდვილად არის რეალური კეთილდღეობის შექმნა, რეალური სტაბილურობის შექმნა. საკუთარი მომავლის პროგნოზირება რო შეეძლოთ ადამიანებს, თუნდაც ერთი კვირის იქეთ არის რა ეგონებოდა. ხელისუფლებამ ქართულმა რეალიზება, რეალისტურია ამ სურათამდე მისვლა ამ პირობებში, რომელზეც თქვენ საუბრობთ ახლა. ანუ მესმის თქვენი გულისხმობ იმ სურვილებს, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, ხო? თქვენ გინდათ რომ იმგვარი სურათი იყოს, როგორცაც ახლა აღწერთ, მაგრამ აი აქამდე მისასვლელი გზა რეალურად, აი ეს ხომ არის მთავარი საკითხი, თქვათ იგივე სწორი მოლოდინის შექმნის თვალსაზრისით მოქალაქეებისადმი და ამომრჩევლისადმი, იმიტომ რომ სხვადასხვაგვარი ადამიანი თქვათ უყურებს, სხვადასხვაგვარად უყურებს შემდგომ პერიოდს და ალბათ აქ ყველას მიზანი უნდა იყოს ეს თქვათ რა სიმართლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნებისმიერი პოლიტიკოსის რომ შექმნას სწორი მოლოდინი, ანუ რა გზებით მიდის იმ სურათამდე, რომელსაც ის ისურვებდა მომავალში აი ამ ქვეყნისთვის, ხო? კი, აი არასწორი დაპირებების არ გაცემით თუნდაც, იმიტომ რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ბეკეტები, შესაძლებლობა, იგივე ახლა თქვენ შემთხვევაში დღეს უსმენდი ბადრი ჯაფარიძე იყო მარნეულში, იქ იყო სწორედ აი დაშინება გადაბირებებზე ლაპარაკი, ვიცი რა ხდება თქვენს კანდიდატებთან დაკავშირებითაც და ზოგ მუნიციპალიტეტში საერთოდ არც არიან, ხო? ხო, საინტერესოა ეგეც. მათ შორის თქვენი წარმომადგენლები, ასევე არის პრობლემა რაღაც კომისიებშიც, როგორც გავრცელდა ინფორმაცია. რა არის ამაში მოულოდნელი? არა, მოულოდნელი. მოულოდნელი ქონდა? ხო, ანუ თქვენ ამბობთ, რომ ლოგიკური სურათია ოცნების პირობებში, მაგრამ მაინც უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა. რეჟიმს ვებრძვით, როცა ჩვენ ამბობთ რეჟიმს ვებრძვით. ამას ახლა ლამაზ სიტყვებად ხო არ ვამბობ, ან რაღაცა ესე ჟღერს, რაღაც ჟღერადი სიტყვა. ამას ვამბობ, იმიტომ რომ ეს მოცემულობა არის. ამ რეჟიმის პირობებში რაც მოვახერხეთ, ისიც აი პრაქტიკულად როგორ გითხრათ, აი შეუძლებელი შევძელით. რას ლაპარაკობთ? ახლა მე ყოველ ჯერზე გავიხსენებ ჩვენს პარტიის წევრს მარგოშვილს, რომელიც აი ეს ყველა მხრიდან, სამსახურიდან გამოაგდეს ახლა და როგორ გიხართ, მედღრად დგას. ჩვენი პარტიის წევრი ერთი წლის წინ გამოაგდეს მართალია, ოდესაც გააკეთა პროევროპული განცხადება ბუცხრიკიძე ადიგენიდან, მაგრამ მედღრად დგას და ახლა სიაში წერია და იბრძვის. რა თქმა უნდა, რეჟიმთან ბრძოლა იოლი რომ იქნება, მაშინ რეჟიმი რომ ვთქვათ, მაშინ რეჟიმი არ ყოფილა. და ვიცით რასაც ვებრძვებ, ახლა რა SMS-ებს მიგზავნის კანდიდატი, მოქმედი, ისა რა ქვია, დეპუტატი, ხო საინტერესოა, თან რა მემუქრება, რომ მე თქვენზე ხო არაფერს ვლაპარაკობ, რა აქვს ერთი სალაპარაკო. მაგრამ იცით რა არის ყველაზე მთავარი? ჩვენ უნდა გვესმოდეს,
რომ აი ჩვენ მაგიტომაც არ ვამბობთ, რომ დამხობა და ხვალ დაემხობა, ასეთ რამებს ჩვენ ხო არ ვამბობთ. ოდესმე მოგისმენია ჩვენ გამსგავსი რამე? არა, ჩვენ ვამბობთ და ყოველთვის ამბობდა გიორგი გახარიას, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ეს არის გრძელი პროცესი. აქ უნდა გავძლოთ და გაძლებაზეა, ვინ უფრო მეტად გაუძლებს, მაგრამ მე როგორ აგიხსენებთ ახლა, როცა შენ ზურგს უკან არის შენი სამშობლო და მართლა როგორ გითხართ, სამშობლოს კარგავ, რა თქმა უნდა, უკან დახევის შესაძლებლობა არ აქვს. მე გახარია ახსენეთ დღეს ნახა საზოგადოებამ თქვენ ერთობლივი განცხადება გავრცელებული თქვენი პოლიტიკური ჯგუფის, ასევე ძლიერი საქართველოსი, სადაც არის სახული შეხვედრა გიორგი გახარიასი და მამუკა ხაზარაძის და წინა ეთერში ალეკო ელისაშვილი იყო ჩვენი სტუმარი და მასაც უთხარი რომ აი გახსოვთ არჩევნებამდე გარკვეული ძალისხმევა გაიწია იმისთვის რომ თქვათ აი ეს კადრი ეს კომუნიკაციის ამგვარი კომუნიკაციის კადრი თქვათ საზოგადოებას იმ მომენტისთვის ენახა მაშინ ეს ვერ მოხერხდა მაგრამ აი ხლა ვხედავთ როგორ განვითარდა მოვლენები აი შედეგები ამ თქვათ ასეთი თქვათ აი მჭიდრო კავშირის მაშინ და ახლა როგორ ფიქრობთ სხვაობა რა არის სხვაობა არის ის რომ დღეს გაცილებით უფრო რთულ ვითარებაში ვართ და დღეს გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა სხვაობა არის ის რომ დღეს ქართულ ოცნებას გამოცხადებული აქვს რომ მას არ აინტერესებს ევროპული ჩვენი მომავალი. Სადღაც გადაავადა რა 2028 თუ 30 როდის გადაავადა, როდის კარხასიაძე გაიღუძებს ვიღაცა. აი სხვაობა ეს არის, რომ დღეს გაცილებით რთულია ვითარება და ის რომ ჩვენ შევძელით და თანამშრომლობთ კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მომავალში თანამშრომლობდნენ პარტიები კოალიციური ხელისუფლება თუ იქნება და კოალიციური მმართველობები როგორ შეიძლება იყოს. ჩვენ ორი განსხვავებული პარტია ვართ. ორი სხვადასხვა პლატფორმის პარტია ვართ. რაღაცა იდეოლოგიურადაც განსხვავებული პარტიები, მაგრამ ჩვენ გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს რეჟიმთან ბრძოლას სწორად, შვიდობიანად. ისო რომ გადავარჩინოთ, რაც გვაქვს, რაც არსებობს, თუნდაც კონსტიტუციით გარანტირებული თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ ასე გვესმის. ჩვენ შევთანხმდით ბრძოლის ტაქტიკაში. ჩვენი თანხმობა არის ბრძოლის ტაქტიკა. ეს არ ნიშნავს ორი პარტიის გაერთიანებას. და შეხვედრაც ახლა ამაში ექსტრაორდინალური, არაფერი ექსტრაორდინალური ის იყო, როცა ერთი პარტიის ლიდერი მაშინ ციხეში იყო და მეორე ევროპაში და ესე მოვახერხეთ და რაღაც მემორანდუმი დავდეთ, რომ კანდიდატები არ გვეყოლება ერთმანეთის საწინააღმდეგო. სადაც მე ვდგევარ მაგალითად ავლაბარში ისანში, მე არ მყავს მოწინააღმდეგეთ ლელოს კანდიდატი და მე მიჭერს მხარს ასევე ლელოს პარტია. ისევე როგორც მაგალითად ქეთი ტურაზაშვილი სადაც დგას ნაძალადებში, იქ მას არ ყავს ჩვენი კანდიდატი ოპონენტად. ეს არის შეთანხმება. ჩვენ ხომ გვინდა მართლა გრძელვადიან პროცესში შევიდეთ და ეს თანამშრომლობა ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ამისთვის თანამშრომლობთ. ეს ამის დადასტურება არის. არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. კი, განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში სამწუხაროდ აი თანამშრომლობა განსხვავებული პარტიის ან განსხვავებული იდეოლოგიის პარტიებს შორის არ არის და ძირითადად გვაქვს ახლა აი როგორც ამ ბატონს ვიხსენებ, ძირითადად ხოლმე იმ პარტიებშია და იმ პარტიებს ემსახურება, რომელიც ხელისუფლებაშია. ჩვენთან სამწუხაროდ ღირებულებების ერთგულება არის სერიოზული პრობლემა. და მე როცა ვამბობ, რომ მე ჩემი ღირებულების ერთგული ვრჩები, რა თქმა უნდა, ასე წარმომიდგენია ჩემი რაღაცა ხედვა პოლიტიკური და ამიტომ აქ იმედი რომ ჩვენი გიორგი შარაშიძე ძალიან კარგი თავმჯდომარე იქნება საკრებულოში და დააბალანსებს და გააკონტროლებს მერს როდესაც კარგი მერე გვეყოლება ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კახა კალაძე და მისი ეს რაღაცა დაჯგუფება კალაძე კობახიძის კრიმინალური კორუმპირებული დაჯგუფება ერთხელ და სამუდამოდ ჩამოცილდება იმ თბილის რომელიც აი ღმერთო ჩამაი დრო დავდივარ ახლა აი ძალიან აი როგორ აგიხსნათ აი დაბომბილს გავს ხომ მე მშვიდობამ აი დაბომბილს გავს ცენტრალური ქუჩები აი ეს ძველი ქალაქი ნანგრევებს აი რაღაცა სტიქიურ უბედურებამ რომ გადაუარა ქალაქს აი ესეთ მდგომარეობაში ვარ პრაქტიკულად მოკლედ გელოდებით არჩევნებზე